მომლოცველები ჩავიდნენ ვარძიის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარში. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ახალქალაქისა და გულმრდოს მეუფე ნიკოლოზმა აღავლინა. მისი თქმით, მდინარე მტკვარზე ფეხით გადასვლა ხდება მხოლოდ ამ დღეს, რადგან მტკვარში წყლის დონე ისე ეცემა, რომ მასზე გადასვლა გახდეს შესაძლებელი. ეს არის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე და გილოცავთ ყველას. იოანე ნათლისმცემელი იყო ძალიან დიდი წმინდანი, რომელსაც ჰქონდა ღვთის წინაშე ასეთი უფლება, რომ სიმართლე ეთქვა ადამიანებისთვის და ამ სიმართლეს თქმა შეეწირა. ძალიან დიდი სასწავლო მოქმედია ჩვენთვის, ყოველთვის გვწამს, ამიტომ მოვდივართ აქ ჩვენ მესამედ მოვდივარ უკვე. Revendel დღე ნამდვილად სასწაული და ყველას უნდა სწამდეს, იმიტომ ჩვენ მოვედით 7 საათზე, რადგან წირვა 7 საათზე იწყებოდა, მაგრამ აი რო გამოვედით, აი იყო წყალში ფაქტიურად მუხლებამდე ვიყავით და არ დავსველთ, დასაკმაოდ დაკლებული იყო. რო გამოვედით ძალიან მალე გავშენდა თელეგრამი